პარლამენტის მიერ მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემას პარლამენტის თავმჯდომარე ბრიფინგით ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სახაროვის პრიზის ქართველისთვის გადაცემა ქვეყნის მტრობაში მისი მხილება უფრო ავიდრე დაჯილდოება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ბრიუსელი 19 დღეა უარს ამბობს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტორმის დაგმობაზე. რადიკალურ ჯგუფებს კი ღია და ფარულ მხარდაჭერას უცხადებს. ზუსტად ისე, როგორც 2024, 2021, 2020 წლის და კიდევ არაერთ არჩევნებზე ჩვენ კვლავ ხედავთ გარედან წამოსულ გამამხნევებელ სიგნალებს, რომელიც დამარცხებულ და გაკოტრებულ ძალებს წინააღმდეგობისთვის აქეზებს. სწორედ ასეთ წამქეზებლობად უნდა განვიხილოთ გუშინდელი ამბავიც, როდესაც ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს სახაროვის პრიზი გადასცა. დღეს მზია ამაღლობელი არის დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი, რომელსაც მოეთხოვება შეესაბამებოდეს მისგან გამოძერწილი გმირის ცრუ ხატს. ადამიანის და მისი ბედის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მართლაც სავალალოა. უფრო ზოგადად რომ შევხედოთ, ჩვენ ამ პრიზით კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ჩვენსას არც სახელმწიფოს, არც სუვერენიტეტს, არც დემოკრატიას და არც მის წესრიგს პატივს არსემენ და არა დაგიდევენ. ღირებულების საბაბად მოყვანით კი ახალისებენ ანტისახელმწიფოებრივ და დესტრუქციულ აქტივობას ნებისმიერ დონეზე. სწორედ ამგვარი ორუელისეული ახალმეტყველებით ცდილობენ ამობრუნებული რეალობის დამკვიდრებას, როდესაც ევროპარლამენტის ხელით ქვეყანაზე მოძალადეს გმირად აცხადებენ, ხოლო ქვეყნის პატრიოტს მტრად. ამაღლობელმა შეასრულა რეალურად დავალება, ხო, პირდაპირ იყო თუ არაპირდაპირი მნიშვნელობა არ აქვს. უცხოურ აგენტურას საქართველოში ზოგადად ჰქონდა დავალება, რომ ეცადა მაქსიმალურად ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკრინება, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ვიღაცებს უფასებენ საკუთარ მცდელობას. ეს არის რეალურად, რასაც ხედავთ. ეს არის, რა თქმა უნდა, რადიკალიზმის წახალისება, ეს არის კრიმინალის წახალისება, რაც ძალიან სამწუხაროდ, თუმცა ყველა ხედავთ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს ევროპული ბიუროკრატია და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ასეთი აქტები არავის უყვარს.